გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დღევანდელ ვიდეოში ვიწყებთ მიმების გათამაშებას. გავათამაშეთ PlayStation-ს, gaming კლავიატურას, mouse-ს, SCAMs, headsets. ამაზე მოგიყვებით ახლა ვიდეოში, მაგრამ მანამდე ვნახოთ ამ ბოლო დღეებში რა მიმები გამოგზავნეთ ჩვენს მიმების ჯგუფში. მიმები 160+2. წინა ვიდეო დავდე პირამიდებზე. და ამ ვიდეოს გქონდა ყველაზე მაგარი შედეგი ჩემს YouTuber-ულ კარიერაში. 200,000 ნახვაზე გავიდა რამდენიმე დღეში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეს პირამიდების ტრენდი რაც იყო მთელ მსოფლიოში, მიმებში და მარკეტინგშიც გამოისახა. შაურმა კლუბმა თავის Facebook-ზე აკეთა ესეთი ფოტო, რომ პირამიდის ქვემოთ თორმე არის შაურმა. ასევე შემოგთავაზეს Coca-Cola-ც. როცა თემუდან სარკე გამოიწერე, სარკეში იხედები და კიფა ჩანს. Oh my god. YouTuber-ები ერთ ვიდეოს დასმასვენების შემდეგ. ამ მიმში ნასი რა არის? ანუ YouTuber-ები თუ ცოტა რაღაცას მიაღწევენ, შაურმას ხსნიან საშაურმეს. ამდენმა YouTuber-მა გახსნა საშაურმე. პირველად გახსნა Hungry Man-მა, შემდეგ გახსნა Joe Fitman-მა, კიდევ ვინ გახსნა? და ეხა იშა ექიმმა. როცა რამდენიმე წელია ჰიტას მაყურებელი ხარ, მაგრამ დღეს აიგე რომ სიამდილოში დათო ქვია. აბა რამდენად თქვენ გამაიცოდით? დათო რომ ქვია, დავითი მქვია. ჯერ-ერთიც. ეს მაფიაზე რომ ვიყავი, მაშინ დასკნეს და ვიღაცების მადარებენ ამარცხენობის გამო. კომენტარებში იყო იმიჯი რატო შეიცვალეოდა. იმიჯი არ შევიცვალე. უბრალოდ თემები გამეზარდა და უკვე იმ ხალხზე გამეზარდა რომ ცოტა მაწუხებდა და ასე ვთქვათ შევიმოკლე. სამ ისევ გამეზრდება და ალბათ ერთი წელი კიდე არა შევიჭრე. მე ისევ მომიწევს. ამიტომ დაალაიქეთ ეს ვიდეო და თემებზე დაცინვას არ ვართ. ძალიან მაგარ ამას მოგიყვებით ამ ვიდეოს ბოლოს. განსაკუთრებით იმათ, ვისაც მიმები გევასებათ და გეიმინგი. აქცია არის ჩვენ რესტორანში, თუ ხელს გადამიწევთ, ყველაფერია უფასო. არ გვინდა ლევანი იყოს. არ არის საჭირო. ძალიან ცუდი აქცია. მაგარი იუმორი აქვს. ჰიტამ თქვა, რომ რებუსა მიმები კარგია. რებუსა მიმები კარგია, მაგარია, მაგრამ ისეთი ინტონაციით რატო წავიკითხე? დიდარის კი არ არის, ვისაც ფული არ აქვს. დიდარის არის, ვისაც ფული აქვს. ჰი 001 და. ძალიან კარგი ნომერია. მანქანაც კარგია. მეც უკვე მალე დავდებ ჩემი ახალი მანქანის ვიდეოს. მეცნიერები ფოტოდან ხმას ვერ გაიგებ. მე. აუ ეს რა გაიჩიტა. სამ პატარები ვინც ხართ ამას ვერ გაიგებ. და არც არის კარგი. მაგრამ მე და ჩემი კლასელები შაშს ძალიან მაგრად თამაშობდით. X-Men. ვაუ. ლაურა. თავი რო გტკივაო, უფასად ვაწუხებო, ადეკი და ანალგინდალიო. აუ, სერგია რა საყვარელი ფოტოა. ეხა ტრენდი არის ყველა ამ აპლიკაციით გაკეთებულ ფოტოებს კვირთავს თავისას და ძალიან ლამაზია მართლა. რაღაც ყველა სათმო და ბუნჩულა გამოდის. მეც გამიკეთეთ რა და გამოგზავნეთ ჯგუფში. სერგია რამდენად იკონურია, ვარდი რო უჭირავს, სასაფლაოზე რო დგას. რაღაცნაირია ძალიან. გულები დაუწერეთ. შაურმა Golden უყურებენ ჩემს ვიდეოს. ვაუ, მაგარია. ამ დღევანდელ ვიდეოში შაურმა ძალიან ბევრჯერ ვახსენე. ტექნოლოგიის მუზეუმი ვენაში. ვაუ, ტექნოლოგიის მუზეუმი ვენაში აქ უყურებენ ჩემს ვიდეოს. რა ფოტო აღარ მინახავს? თვითმფრინავზე, კენზე, სადაც უყურებენ ხოლმე ჩემს ვიდეოს და მუზეუმი და ვენა მე მგონი პირველად არის. აი შენ გული. ახლა უნდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო რამე და ყურადღებით მოусმინეთ. ზოგ თქვენგანს განსაკუთრებით მოეწონება და ჩაერთვება ამ ყველაფერში და ზოგმა თქვენგანმა უბრალოდ მოусმინეთ როგორც საინტერესო რამე. რადგან მიმების გასაცვლება მინდა არხზე და მინდა რომ ისევ დავაბრუნოთ ძველი მიმების დიდება, გადავწყვიტეთ ან გავაკეთო გათამაშება. ამ გათამაშებაში ჩემი პარტნიორი იქნება Silk Bank-ი, ახალი პროდუქტით, რომელიც არის gaming ბარათი. გეიმერებს უკვე დღეიდან საქართველოში შეგვეძლება გქონდეს gaming ბარათი. სანამ აგიხსნით gaming ბარათი რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, მანამდე ჯერ გეტყვით გათამაშების პირობებზე. ასეთი სტილის გათამაშება მანამდეც გავიკეთებია რამდენჯერმე და სულ ძალიან გაახწორა. ბევრი საჩუქრები ვაჩუქეთ გამომწერებს, ბევრი კრეატიული რაღაც დაიპოსტა და ყველასთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო. ამ გათამაშებაში მოვიფიქრე ასეთი პრიზები: PlayStation 5, gaming headset-ი, რაიმე top ბრენდი ან Razer-ი ან HyperX ან რამე ეგეთი, gaming კლავიატურა, gaming მონიტორი, მინიმუმ 144 ან 240 Hz-ით და gaming SCAM-ი. ეს პრიზები გვექნება. გამარჯვებულებს შევარჩევთ კრეატიულობის მიხედვით და საინტერესოობის, რასაც გამოგზავნით იმის მიხედვით და PlayStation-ი მოდი ვაჩუქოთ იმ ადამიანს, ვის იმით იქნება ყველაზე მეტი ლაიქის მქონე. როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? ჩვენ ჯგუფში უკვე 95,000 ადამიანზე მეტია, მიმები 160+2-ში. ამ ჯგუფში უნდა გამოგზავნოთ მიმი. არ აქვს მნიშვნელობა ვიდეო იქნება თუ ფოტო. ეს მიმი უნდა იყოს gaming ბარათის თემატიკაზე. Gaming ბარათი play card.
ამ თემატიკაზე რაღაცნაირად. ან 5%-ის თემატიკაზე. 5% რატო არის აქტუალური, ამას აგიხსნით ცოტა შემდეგ. და მესამე თემა. ან მიმი უნდა იყოს ზოგადად gaming თემატიკაზე. gaming-ზე. gaming მიმი რამე. ეს მიმები ჯგუფში უნდა გამოგზავნოთ 3 ჰეშტეგით. 5% silky და play card ამ ჰეშტეგებით. ამ ჰეშტეგებით რა მიმებსაც გამოგზავნით იქნება ავტომატურად გათამაშების მონაწილე და თან მოდერები აუცილებლად დაადასტურებენ. როცა გამოგზავნით შემდეგ თქვენს გამოგზავნილ მიმებზე მე გადავიღებ ვიდეოებს, ყოველ კვირაში ერთ დაახლოებით. რაც უფრო მეტს გამოგზავნით, მით უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებ. და გამარჯვებულს გამოვავლენთ დაახლოებით 5 კვირაში. როცა გათამაშების დასასრული მოახალდება, მაგას კიდე გეტყვით. შეიძლება რამე პრიზები დავამატოთ კიდე მანამდე. ბევრ მიმებს ველოდები, თან ჯგუფით გავაცოცხლოთ, თან მიმებით დავაჰაიპოთ და თან პრიზებსაც მოიგებთ. ახლა ნახეთ რა მაგარი რამეა gaming ბარათი თვითონ. თუ gaming ბარათი გაქვთ, Steam-ზე ნებისმიერ თამაშს როცა იყიდით, ან თვიურ subscription-ს იხდით, ან skin-ებს ყიდულობთ მაგალითად Counter-ში ან Dota-ში ან ნებისმიერ თამაშში. ნებისმიერ გადახდაზე Steam-ზე, Epic Games-ზე, Xbox-ზე, თითქმის ყველა gaming დიდ პლატფორმაზე. გექნებათ 5%-იანი cashback-ი. ანუ gaming-ში ნებისმიერ დახარჯულ თანხაზე ამ დიდი პლატფორმებიდან 5% თანხის უკან დაგიბრუნდებათ. Counter-ის და Dota skin-ებს თუ ყიდულობთ, ეს 5% შეიძლება ძალიან ბევრიც იყოს. რაც მე Dota skin-ებში ფული მაქვს დახარჯული. გარდა ამისა, თუ მობილურში რამეს თამაშობთ, ან მობილურში ყიდულობთ პროგრამებს, App Store-ზე ან Play Store-ზე, მანდაც 5% გიბრუნდებათ. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ gaming-ზე, არამედ ყველანაირ პროგრამაზე, მაგალითად Photoshop-ს ან ამის სამუშაო რაღაცებს თუ იყენებთ. ყველა ტრანზაქციაზე, რასაც App Store-ზე ან Play Store-ზე ყიდულობთ. PlayStation-ის ამბავია კიდე საინტერესო, რადგან PlayStation-ს საქართველოს ლოკაცია არ აქვს საერთოდ, ამიტომ ბარათ ვერ ვაბავთ. და ვერ ყიდულობთ ვერაფერს PlayStation-ზე თუ Amazon-ზე არ ვიყიდეთ gift card-ი და ის მერე გავაქტიურებთ PlayStation-ზე. ამიტომ gift card-ებს Amazon-ის მაგივრად თუ იყიდით მაგალითად G2A-ზე ან MTC Games-ზე, PlayStation-ის gift card-ებზეც გექნებათ 5%-იანი cashback-ი. ასევე Play-ბარათს აქვს ძალიან საინტერესო რამე კიდე. თუ Apple Pay-ში და Google Pay-ში დაამატებთ, gaming-ის გარდა სხვა ნებისმიერ გადახდაზეც 1% დაგიბრუნდებათ. ფიზიკურ ადგილებზეც და ონლაინზეც. eBay-ზე მაგალითად, Glovo-ზე, Wolt-ზე, Bolt-ზე. მოკლედ, როცა Play-ბარათით იხდი, ყველაფერში ძალიან დიდი პლუსია, ესე უხეშად რომ ვთქვათ, და gaming-ზე განსაკუთრებით. როგორ უნდა იყო ეს ბარათი? ბარათი არის მხოლოდ ციფრული ვერსია, ფიზიკური არ არსებობს. ვიწერთ Silk-ის apps და ვიღებთ gaming ბარათს. ასევე Silk-ს უთხარი რომ პირველი 1000 კაცი ვინც აიღებს ბარათს, 10 ლარი დავახვედროთ საჩუქრად თქო. და ოკეიო. ამიტომ პირველი 1000 კაცი ვინც აიღებთ ბარათს, 10 ლარი დაგერიცხებათ საჩუქრად. ბარათის აღებიდან 24 საათის ფარგლებში აისახება. ასევე როგორ შეგვაქვს და გამოგვაქვს ფული. Silk-ის apps-ში უნდა მივაბათ ნებისმიერი ქართული ბარათი, ნებისმიერი ბანკის. შეგვაქვს თანხა უფასოდ და გამოგვაქვს უფასოდ საკომისიოს გარეშე. ხო, კიდევ ვისაც მაგალითად Silk-ის ინტერნეტი გაქვს სახლში, ან ტელევიზია, ან მარტო ინტერნეტი, ან ორივე ერთად. თუ თვეში იხდით 45 ლარზე მეტს, My Silk-net-ის apps-ში თუ გადაიხდით Play ბარათით, 5 ლარი დაგიბრუნდებათ იქვე, ქულების სახით. მოკლედ ძალიან ბევრი პლუსი აქვს ასეთი და თან ახალი შექმნილია კიდევ ბევრ ამის ამატებენ. ლინკს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. პირველ 1000 კაცს როგორც გითხარით 10 ლარი დაგხვდებათ და ზოგადად ასწორებს რომ გეიმინგური ბარათი იარსებებს და cool არის. თვეში 5 ლარილის ეს ბარათი რომ გაქვს. თუმცა ერთ შენაძენს მაინც თუ აკეთებ თვეში რამის, ან subscription-ები თუ გაქვთ თამაშებში, ან თუ skin-ები გევასება, ძალიან მაგარი რამეა. ველოდები ჩვენ ჯგუფში მიმებს და იმდენი მიმი გამოგზავნეთ რომ დარიაქტება ვერ მოვასწრო და ამ თვეში ძალიან ბევრი ვიდეოს დავდებ.